Sakın tamamıysa da dadışta sonuçta satır. Pes dertko bu ismiyet esas o biligavi esas batonma ineba გარკვევა თავის ფეშერდონებთან ურთიერთობისა. ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ როგორ არის და აღმოჩენილი დიდი ვალი აქვს აღებული და არ იხდის. და მოიყვანეთ ახლა მოკლედ ვერ იხდი ვერაფერს გაყიდე ცოლი, შვილები, სახლი, კარი, ყველაფერი და გადაიხადე. ხო ცოლის შვილი გაყიდა და სახლი გაყიდა, კარი გაყიდა, მაშინ რაღაც უნდა ცხოვრება და ქუჩაში დარჩება, მათანცალა, მათხოვარი და ის ვერ წარმოგგენია რომ როგორ შეიძლება ის იყოს და ანუ ამ ქვეყნებში თუ რამე აბადია და ის ხარობს ამ ქვეყანას და აზრებს ის ცხოვრებას, იმის ყველაფერი დაერწმება. მაშინ რა თუნდა და აი რჩება ერთადერთი თხოვნა რომ მაპატია. ეს ისე გადავიხადო, მე ახლა მე გადავიხადო. და საპირისპიროდ მოიცავთ ნახა სხვა. ვისაც მისი ვალი ქონდა და დაჰკანი. 50 და ბევრად ნაკლები ვიდრე მოსიმის ვალი ქონდა. ისიც შეიძლება რომ მაპატიოდა ეს განაგიხდია. არა, ეხლა ვეო და ციხეში ჩამწოდია. და აი, მიუტანს ამბავი ბატონს, უფალს. ნუ, აი ესე მოიქცეო. შენ როგორი მაგალითი მიეცა და ის კიდე როგორ იქცევა. და მაშინ ფაი მოიყვანთა და აბრუნებს და უკვე ყოველგვარი შენდობის გარეშე ჩამწევენ მას. ნუ გასაგებია რომ ის ამ ქვეყნიური მაგალითით უფალი ჩვენ გვასწავლის სული ცხოვრების საიდუმლოებს. ადამიანს ურთიერთობას საკუთარ თავთან, მოყვასთან და უფალთან. აი სამი ძირითადი რასაც ადამიანი პასუხს აგიხსნის წინაშე. როგორია ხდის და შეგვიძლია საკუთარ თავის მიმართ და როგორია მოყვარს ადამიანის მიმართ. და ანუ ეს არის იგავი საშუალო. ემთხვევა საშუალო აი ამ ბატონს. უბრალოდ განსაჯაო. ანუ საშუალო შესის სამართლიანი გზა არის შენდობა და მიტევება. ნუ ცხადია განსათვისა ცოდოთა. თუ საერთოდ ადამიანი არც განიხილავს, არც ხედავს, არც ნამობს, მაშინ სხვების მიმართ იქნება ისიც მიუტეველი. თუ ვინ ცოდებს აგროვებს, ასასტიკებს თავის სულს. რითი? ხო თუ სამს არ უკეთებს, რომ თვითონ ყოველ კარგია. ამ ქვეყნებში შინიერად ხორციელად სასიამოვნო არის, მაგრამ კარგი არ არის რატო? იმიტომ რომ ადამიანი შეიქმნა უფალმა შექმნა ის ქნება, რომ მასთან ერთობაში იყოს და ეს ხილული ნივთიერი სამყარო შენიერ და მრავალფეროვანი და მიმოსწორმელი შეიმეცნოს ამ ადამიანმა და შეიმეცნოს ამით უფალი შემოქმნით თავისი და რამდენადაც შეიმეცნებს სამყაროს ეს სამყარო მასში იქნება და თვითონ უფალთან მაშინ ეს ყოველივე ქმნილება ადამიანის მიერ უფალთან იქნება ერთობაში. ანუ განსხვავებული უნივთო ნივთიერი, მარადილმა წარმავალი, უცვლელმა ცვალებადი და აი ეს განსხვავებული რომ შემოვა ეს არის ღვთის სიყვარულის სიდიადე და ამის ვიცხადებს უფალი.
თქვენ სიყვარულით ჩემს სიყვარულში იყოთ. და ესეც სიყვარულით იყოთ. და მე სობის მოყარე ადამიანი არაფერს გაკეთებლები ხომ თვითონ. და მე რა იქნება? იქამდე ჯერ სად იქნები და მე რას კითხულობ? მე იქნება შენ როგორ მიხვალ იქა სამჯავროზე? მე გამოჩნდება. სად იქნები და აი ასე აბან გადადგა ბიჭი და შენდობა თხოვდა პაპატიო. მაგრამ თუმე სიტყვა მოვიდეთ და ჩვენ მიუტევთ მას, მან არ იცოდა. და ჩვენ ხო ვიცით? ჩვენ ახლა იმაზე უფრო მეტი მოვიკითხეთ. და ჩვენ ვიტყვით ყოველთვის იცი ნუ ახლა შემოგწეს. ახლა მე დავაშავე თუ არ დავაშავე სხვა საკითხია. ვის დაუშავე, ჩემთან დაუშავე, სხვას დაუშავე, ეგ სხვა საკითხია. მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე არჩევა. თამდათ მიიღო და შემიძლია მადლობა რომ მითხარი მიხედა ჩემთანს მადლობა. მეორე არის არა იცი რა აქ რაღაცა მიზეზები იყო ეს თავის მართლებას ვიწყებ. ესე მგზა შენ ვინ გეკითხება რაღაცა ერევ ჩემ საქმეებში ვინახარ. აი ჩვენ რას ვირჩევთ? ნუ ტრივიალურად თავის მართლებას ვირჩევთ ხოლმე. რომ დავანახო ისე მე მართალი ვარ. თუ მე მართალი ვარ შენ უსამართლო ხარ. თავისთავად გამომდინარე ლოგიკა ესეთია. თვალთი დახი რომ შენ გონია რომ არ ხარ დამნაშავე, ხო? მაგრამ შენდობა ითხოვე, დრისთვის ხო დამიშავებია, ითქვი. შენდობა შენთვის კი არა, იმისთვის ითხოვე. ვის გაკითხოს ჩავარდა, თუ შენ მართალი ხარ და არ დამიშავებია. და მეორე რომ ეხლა შენ რომ აუხსნა იმას რომ შენ მართალი ხარ ისე არ ყოფილა. ის კიდევ რიცხანების შავლე კამას დაიწყებს და ჩააგდებ იმას ცოდვაში. მეტო ჯობია, ხა, შემიძლია ძმაო და ბორდ მოქმედება შეწყდეს. ეს ხო ცდილობა მასტურისა გამრავლოს ბორდება ქვეყანაზე, ადამიანებს შორის. და ჩვენ გულმოდგენთ ვამრავლებთ ამ ბორდებას. თქვათ იმას შეეშალა. მაგრამ მე რომ მკითხავ შენ შეგეშალა, მაშინ დაიწყე კამარჩენშო. არა შენ შეგეშალა და ორივე შეგეშალა ეს უფალი, ორი დასაჯელი. მეტო ვიღაცა და ეტირთოს და ავტოფალმა ჩვენი ცოდვები ეტირთა, თქვა, მამა მიუტევე, არის არა შეკეთებინა. მე შევიდე, მარტივად. შეიწყალე ესე უფალი. და აბა შეუბრება ჩვენ უფალი. ეს იგავის მარტივობა რომ არ აქვს მნიშვნელობა ის მართალია თუ არა მართალი შენ მიუტე მაგრამ შენ შეგვიძლია მიუტო ის რაც შენ გეხება რაც შენ გარეშე ის ადამი ჩადის მე იმის ვარ მიტეველი მე შეთქო უფალ მიუტევე და მე დავიტყვე მიუტევე ის და ხო იმას ის თვითონ და შეინას ან ვიცით გაუკეთა იმანი თხოვოს და შენ თხოვო შენ არ მიბაძო იმას და არ გემოთოს და ან არ ეთირო აი მერტი როგორია ოფის პატიოს და თუ მასი მე შეიძლება ამასთან არაფერი დამიშვება სხვასთან დამიშვება მოდი ის მოვინანია ჯობია აი თო უფალი სულთოვნა იფხიზლეთო How's it prison? Oh, Gina, what was in a Gaudiot or something? And a short prison. Daina had 20 Satkul, 20 Gasakatabili, 20 Utetobashi, Amimatabashi, Adgili, Da Gamosawali, Situacita. I know, a sea prison, sieves the shades in it. Oh, she does sieves there. No Palian Bosho.
მისცემს ვედრებელსა სიბნისა და გულისხმის ყოფასა. სულისი გამკითხველს ვედრება უფლის მიმართ არ შეუძლია. გამკითხველი გამოდის მართალი კაცის პოზიციიდან. აიტო მას ვიდება. რა მე ყოველთვის მართალი. აი, ხომ რაღაცებია, ნუ რამიშია. ეს ყველა შახ, ისე თავს იმართა. ყველა შახ მეცმად და მოხდა არაფერი. ყველას რა აქვს მე არ ვიცი. მაგრამ მე პასუხი გოში მე რა მაქვს. ეს სიფხიზი ესე თავის დანახვა ღვთისწერში შენ როგორ ახარ? დაჩეს ყველა თავი დაანებე. შენ ღვთისწერში როგორ ახარ? შენ პირადად შენაგე პასუხ შენ თავში და რათა ხარ ის და ხარ იმან ის გააკეთა, ამან ეს გააკეთა, იმან რამდენი შესწოდა არ არის შესაძლებელი. ის დადგება ჟამი და იმას მოეკითხება. მოდიან ხოლმე და მეუბნებიან, აი იმან ეს გააკეთა, ამან ეს გააკეთა და შენი თუ პასუხი? არა მე ვარ. ანუ პასუხი გამიქრა. ნუ სიძულით ვარ ყოველთვის ჯავრით, წენით. ხო? და მაშინ გამოდის. იმანაც დაშავა, შენი თქმით ის კი არ გამართლება, თავის სინამდვილეს გამართლება. შენ თქმით, იმას არ შევიდა, შენ თავსა თუ ამძიმე კიდე. აი ესა. საიდუმლო ჩვენი ცხონებისა. მომიტევით და ჩვენ მეუტევთო. ვიღაცას მეუტევთო. და ვისაც არ მეუტევთ? და ეხლა ამბობს უფალი რომ აი მოეყდა ჩავდეთ იქ სამყობილოში. შესაძლებელია თუ არა სამყობილოში სინანული. იმ ბიდრის შესახებ და ლაზარეს შესახებ იგავი ამას პასუხს არ სცემს. ის იცეცხლი იწოდა და უფრო და უფრო ემატებოდა მას ის წოდები. როგორ ემატებოდა იხურ არასაკეთებს და ეს მაგალითი ხოლმე იგავით გვაჩვენა ჩვენ რომ დაინახა ლაზარე აბრამის ტიხში. შვიდად დეტარებაში არის. შეშურდა. ლაზარე შეშურდა კი არა, საერთოდ ზედაც არ უყურებდა ვინახა ეს რა ზვია ჩემი კართან გონი ახლა რამეს მიცემ და გაეთრიო საკედან. და ეხლა ეს იქდა არის და ეს იწვის. და შეშურდა. ანუ ის განკითხვაც კი არ იყო არაობად მიჩნევა ღვთის ხატად შექმნა ქმედებისა. დღეს მის წარმატებამ დაინახე შეშურდის. ესე იგი შური არ ქონდა, მოგებოდა შური. გაიზარდა, შენ ცოდები, ის ხოლმე და უნანერი მხოლოდ არ შეცოდები და ესეთი არ დაგემატა. ეხლა შური სხვარი და ეხლა მე ცოტა ხანში მოდო. კარგიო. მაშინ ესეთია გამოაგზავნეო აქ. თუ თითი დააწოს წყალში და ენა გამიგრიოსო. მომემსახუროს მე იქიდან ამ ცეცხლში მოვიდესო. შუ ბოროტი განზახვა. რომ იმანას იხმიოს ეს, მაგრამ პასუხიც რომ შენსა და ჩვენ შორის დანახეთი მოფსხურია. თუმცა ეს არის აქედან იქ ვერ გადავა, იქიდან ვერ გადავა. რატო ვერ გადავა? რა დანახეთი ესა? ჩვენ თავშეულება. ჩვენი არჩევანი რა არჩევანს გააკეთე, იმ გზით მიდიხარ. უკან შენი მობრუნება შესაძლოა სინანულით. მაგრამ იმ სინანული აღარ არის. და იქ მარტო იზრდები ცოდვაში. აი ეს არის უმძიმესი შედეგი ჩვენ მდგომარეობისა. ვინც არ ნანობს ამ ქვეყანაზე, ის უფრო განკითხელი ხდება სხვებისა. რაც აქ დაწყებულია, ის გავძიოდებ იქ. ვერ წარმოუდგენია. რა კარგი იყო, ძირფასად იმოსებოდა,
ყოველდღეს ნადიმები ქონდა, თავის ძმები და მათი ოჯახები და მეგობრები, თავისნაირი მდიდრები რასაკვირველია. და ასე რომ დღევანდელი იგავი საშუალების შესახებ ასეთ ამას ჩვენ მოვიწოთ, რომ მარტო ის იგავი არა, სხვა იგავებთან კავშირი, როცა მთელი რიგი არის იგავების, მათ უწევს, რომ ემსგავს საშუალებელი ამასა, ემსგავსებელი ამას, ემსგავსებელი ამასა. აი ქედან შევაგროვოთ და გავიგებთ რა არის საშუალებელი. იმ ცერგების შუბლზე განიხილეთ თქვენი თავი. ვიდრე სხვა განიხილოთ, თქვენი თავი და თუ დაინახეთ აკეთებს მისი საშუალებით უფალმა შენი ცოდები დაგანახა. შენც უმაღლის გზაზე იქცევი. შენც ვერ ხედავ, აი დაგანახა. არ მოგწონს, შენც მაშინ უბავდე ამას. აი ეს არის ჩვენი როცა ხედავთ რაღაცას უტესობას. ჩვენში, ჩემში არის ეს უტესობა. რა, თვითნებობა, თავხედობა, კადნიერება, იერარქიის მიმართ უტიფარი მოქცევა. უფალო დამანახა, აი ცუდია. მაგრამ ცუდი შენში რო არის თუ ხედავ, არა. არ მოგწონს, მაგრამ შენში განკურნე მაშინ, ითხოვე შენდობა. აი ეს არის, ჩვენ სხვის ცოდებს ხედავთ არა, იმიტომ რომ განვიკითხოთ სხვა, არამედ დავინახოთ ჩვენი მდგომარე ღვთისმშობლი. ჩვენც ასე ვიქცევით. ასე რომ შენდობა ღვთისაგან გქონდეს ჩვენ გაციტა ცოდათა ჩვენთან და სინანულის შესაბამისი გამდინარე. მეც და